შუა მტკვარზე არის კუნძული, სადაც ერთი მხრივ შენარჩუნებულია ეს ადგილი, მეორე მხრივ ზემოდან ხიდი გადადის და ხმაურია, დაბინძურება, იქით სავაჭრო ცენტრები, რაღაც საბურავები ყრია და ასე შემდეგ და იმის გამო რომ კუნძული არის იზოლირებული და მასზე არ არის წვდომა, სხვადასხვა ასე ვთქვათ, გზები არ ჩადის, ხიდი დაშორებულია, ეს ქმნის გარკვეულ ასე ვთქვათ, მცირე ოაზის ველური სახეობებისთვის, იმისთვის რომ აი გამრავლდნენ, ვთქვათ, თავშესაფარი ნახონ, ძალიან ბევრი ფრინველი ბუდობს იქ, ბუდეებს აწყობენ, გამრავლების ადგილია და აი ამ იზოლაციის ხარჯზე არიან, ასე ვთქვათ, უსაფრთხოდ. აი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ურბანული სივრცე. იმის გამო, რომ იქ არ არის შეწუხების ფაქტორი, აი ამ უპატრონო ძაღლების და კატების არარსებობა ძალიან სერიოზულ პლუსს აძლევს ესეთ ტერიტორიას, იმიტომ რომ აი თქვა შეიძლება ბუდე მოაწყონ და არაფერი არ მოვა, იმთან იზოლირებულია, ვერც ველური, თქვა იგივე ვერც ტურა, ვერც სხვა მელა და სხვა სახეობა ვერ გადმოდის და ვერ ანადგურებს მათ ბუდეებს და ამიტომ მათთვის ძალიან მომხიბლავი და მიმზიდველი ტერიტორია გამოდის. აი ამ მომენტმა უზრუნველყო ის, რომ აი ამ შუა ქალაქში, შუა ურბანულ ზონაში გაჩნდა ესეთი ადგილი, სადაც წავებმა იპოვეს თავშესაფარი, ადგილი, სადაც ისინი ახერხებენ გამრავლებას, სადაც ახერხებენ ნაშიერების გამოსდას და მთელი წლის განმავლობაში ფიქსირდება მათი იქ ყოფნა. ჩვენთვისაც ესეთი სიურპრიზი იყო თავიდან პირველად ილიას უნივერსიტეტის მკვლევარმა ასპირანტებმა შეამჩნიეს ეს. რომ გითხრეს ვერ დავიჯერეთ რა, ასე ვთქვათ, წავს რა უნდა შუა ქალაქში თქო და მე ფოტოხაფანგები დავამონტაჟეთ რაღაცები და დაფიქსირდა ნელ-ნელა, მე ვიდეო კამერითაც გადაიღეს ღამით. კვლევა მაჩვენა, რომ თურმე თბილისში ბევრ ადგილას ფიქსირდება ეს წავებმა ნელ-ნელა დაიბრუნეს ეს თავის საარსებო გარემო საბედნიეროდ აი იმის გამო რომ აღარ გამოიყენება ძალიან ტოქსიური პესტიციდები და ესეთი ქიმიური ნივთიერებები რომელიც სოფლის მეურნეობაში გამოიყენება აი დუსტი მაგალითად აი ამან შეცვალა გარკვეულწილად დადებითად შეცვალა მათთვის საარსებო გარემო და მათთვის მთავარი საარსებო გარემო არის აი ეს წყლის გარემო სადაც ისინი იკვებებიან ძირითადად თევზით მათ საკვები არის თევზი და შესაბამისად თუ თევზი არ არის თევზის ქსოვილები არ შეიცავს აი ამ ქიმიურად საშიშ ნივთიერებებს და მათზე არავინ არ ნადირობს იმის გამო რომ აი ამ წავების კუნძულზე ვერ ხვდებიან განსაკუთრებით უპატრონო ძაღლები ვერ ხვდებიან კატები ვერ ხვდებიან ისინი ვერ აზიანებენ მათ ბუდეს და შესაბამისად აი იპოვეს როგორც ჩანს ესეთი თავშესაფარი ადგილი შუა თბილისში სადაც ახერხებენ ცხოვრებას და გამრავლებას მიუხედავად იმისა რომ აი ესეთი ხმაურია საერთოდ აი ამ აღმოსავლეთ საქართველოში გამავალ მდინარეებზე როგორც არის მტკვარი, ალაზანი, იური იყო ოდესღაც ძალიან დიდი რაოდენობით მდინარის პირას იყო ჭალის ტყეები. სამწუხაროდ ეს ჭალის ტყეები უმეტესად განადგურებულია, იმიტომ რომ აი ჰიდროლოგიური რეჟიმები შეიცვალა მდინარის აღარ ხდება ეს დატბორვები გაზაფხულზე და ამის გამო ჭალები გადაშენდა და ეს წავების კუნძული ასევე საინტერესო აღმოჩნდა იმითი რომ მან შემონახულია ჭალის ფრაგმენტები რომელიც კარგ მდგომარეობაშია მეტნაკლებად და აძლევს საშუალებას აი სხვადასხვა სახეობებს, ფრინველებს, წავებს იგივე ვთქვათ იქ უხერხემლოების ძალიან დიდი ჯგუფია რომლებიც აი მანდ ახერხებენ გადარჩენას, ბინადრობენ და მრავლდებიან. აი ამან მოგცა საშუალება, რომ აი ამ მიუხედავად იმისა, რომ ეს აი ქალაქის ცენტრია ფაქტიურად, ეს ტერიტორია გამოგვეცხადებინა ეგრეთ წოდებული ზურმუხტის ქსელის ნაწილად. ეს არის ზურმუხტის ქსელი, ეს არის პანევროპული ეკოლოგიური ქსელი, რომელიც იქმნება ბერნის კონვენციის, ანუ ევროპის ველური სახეობების და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის ფარგლებში. და არაწევრის ქვეყნებისთვის ესეთი ზურმუხტის ქსელის სტატუსი აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ნატურა 2000-ის ქსელს ეძახიან ბევრ ქალაქში ევროპაში არის ესეთი ქსელი მაგალითად ბუდაპეშტში თუ მოხვდებით იქ ქალაქის ცენტრში არის საკმაოდ დიდი კუნძული რომელიც ასევე ნატურა 2000-ის საიტია ზუსტად ესეთი შემთხვევებია როდესაც რაღაც პირობების გამო შენარჩუნდა
უნიკალური პირობა იმისთვის, რომ იქ გამრავლდნენ აი ეს ველური სახეობები და საბინადრო ადგილი მოიპოვონ, რითიც ისინი ახერხებენ აი ამ ადამიანების მიერ ათვისებულ ურბანულ ზონაში ბინადრობას და ცხოვრობენ, მიუხედავად იმისა, რომ ესეთი ხმაურია და ძალიან დაბინძურებული შეიძლება იყოს.